მოგისალმებით მეგობრებო. ეს არის არხი კალასფერმა და მორიგი ვიდეოთი შემოგიერთდით. დღეს ისე ძაღლების თემაზე ვართ. ყველანაირ ხანია ვიდეო არ დამიდევინე მომინატრა საუბარი. მოკლედ აი ეს ჩვენი ლეკვები დღეს ვაწვალეთ იმეა არცქეთ დავღალეთ მაგრამ შემეცოდა. დღეს დავამუშავოთ დილას ჭიაზე, ხარი დაახლოებით 9 საათი. დავამუშავოთ ჭიაზე, დილას უჭმელზე. და ხო ვისაუბროთ თვითონ ჭიის წამალზე, რატოა საჭირო და რა ვიცი, აი ჭიებზე ვისაუბროთ რა. პირველ რიგში გაჩვენებთ ვიცი დავამუშავეთ ეს წამალი ხა მე რაც მაქვს. არ არის საუკეთესო და რატო ჩემი დილას წავიდა. ეხლა მიდის ხომ დაახლოებით ამ დროს. მოდის წამალი მომიტანა რა. და მოვიწყა მე დილას გვიან ვიძებ ხოლმე ეხლა დღეს ადრე გავიყვიჭი. დროს შემეხსენებინა რა წამალი მოიტანა. ეს არის საუკეთესო რაც არის იმას დაახლოებით 1 ნაბიჯით უკან. აი წაიკითხეთ რა. ბროვანორი რა. მაგრამ არ ჩვენ კარგია რა, ასე ვთქვით, კარგია და საუკეთესო არის კანი ვერმი, იცოდეთ თუ ჭიაზე დაამუშავოთ კანი ვერმით. ეხლა უყურეთ. აი ეხლა ამით დავამუშავოთ, მაგრამ მე იმით დავამუშავო პრობლემა არ აქვს. აი ხა 10 დღის მერე შემდეგი უკვე ახალი პატრონი დაამუშავებს თქვათ. ხო ეგრეა. მაგრამ აი ერთი მინუსი რაც აქვს, ხო, აი მინუსებზე მე ვისაუბრებ. მოკლედ, საერთოდ ლეკვი, მოდი გავაყოთ ახლა გალიას რო გაყურებინებთ. ამაცა, просто გამოხდებიან. საერთოდ ლეკვი ჭიაზე მუშავდება 23 დღიდან. 23 დღიდან, როცა 23 დღიდან კვებას იწყებენ უკვე თავისუფლად და ეგრე მუშავდება. მაგრამ მე კვებას ვაწყებინებ 25 დღიდან, რა ვიცი, ეგრე მაქვს. პირველი დაყრის მერე ეგრე ვამუშავებ ხოლმე და რა ვიცი, აი 25 დღე, 23 პატარები არიან და 25 დღე ვაწყებინე და დაახლოებით რო დაიწყებენ კვებას, მე ვამუშავებ ჭიაზე. აი დღეს არის რა ვიცი, მოკლედ დაახლოებით 2 დღის წინ დავაწყებინე კვება. ვიდეოც ჩავრთე. აგეიცნე. ვაიმე რატო ძეზებრო ხო? ძეზე პრობლემა არ აქვს. მოკლედ ხო და აიცადი კაცო დედაგან. მოდი აქეთ, მოდი შემომაწაღლე. მოდი შემო. ძეზე მგონი პრობლემა არ აქვს როგორც ვთქვი. როცა ჭიას დაამუშავო დაახლოებით 1 საათი არ უნდა დააჭამო. რა ხორცეზე პრობლემა არ აქვს, ეგრე ვიცი, მე ძეზე არ აქვს. ძეზე არ აქვს, короче, ხო ეგრე. ძეზე არ აქვს, ძელი როგორც წყალი, რავი, ეგ სითხია რა. 23 დღიდან ჩვეულებრივად მუშავდება ჭიაზე, მაგრამ მე ვამუშავებ დაახლოებით 26. 25 დღიდან ვამუშავებ ხოლმე, ან 1-2 დღე გადავწევ. წამალი ხარ არ მქონდა, იმიტომ ისეთ ტრანსპორტი არ არის, ჩემით მომაქვს ხოლმე წამალი, მაგრამ ეხლა ჩემით ვერ მოვიტანე და ამიტომ მოვიტანე ეს ბროვანოლი თუ რაც არის. ბარგი, ფუ. ისინი პარკის ჭიები არის. და აი უყურეთ ესენი არის წონის მიხედვით. ეხლა არ მაქვს თლიანი პაჭკა რომ გაჩვენოთ წერია რაღაცები, მე რო არ მომიტანე, ესე მომიტანე. ეს მუშავდება წონის მიხედვით. ეს ერთი ტაბლეტი, ეხლა ეს კონკრეტული ტაბლეტი არის 2 კილოიანი, ხო, 2 კილოიანი ტაბლეტები რა. და აი რატომ მოხსასწორია ლეკვი უნდა აწონო და იმის მიხედვით გაუყო რა ამხი რაც იქნება მე-4-ს მიცემ თუ 9 ვარ თუ ერთ-ერთს წონის მიხედვით უნდა მიცე უნდა დასვა. ეხლა ისინი იყვნენ დაახლოებით კილო 900 2 კილოიანები და ესე 9 ვარზე გავყავით. 9 ვარზე გავყავით და უნდა გადააყლაპო რა. აი პრობლემა პროსტა ის გამოგონებელს რა უნდა აუთხრო ჩაარტყა ეს თავში იმენა რა. ყოველ წელს ვიტანჯებით. არცა ჭიას დამუშავება ისეთი აუცილებელი რაღაცაა, ერთხელ არ დავამუშავოთ და მოკლედ ძალიან გავწვალდით, სულად დაგვიხსნე და არ დავამუშავოთ კი არა. გონია რომ გადაყლაპა და არ გადაყლაპა.
წარმოვიდგინე და ეს წამალი ხა არ მიატყუეთ გავაფუჭო. აი ეს წამალი ხო? თვითონ ტაბლეტი არის ქვასავით. აი ასე თქვია ქვასავით. აი შუაზე გამტრო როგინო ხელით ვერ გადავუმტვრე. აი ხო ახლა ეს ხაზი ხელით ვერ გადაიმტვრევინა. დავჭიდა რაღაცა დანა რომ ჩავარტყა და იმენა ატომური ბომბი დასცე და სპილო ურტყა იმენა ისეთი ისა რა ქვია მაგარია. მე პლუს ხო ვერ ყლაპო არის ხა რამდენიმე რომ ჩავუდით პირში ეგვიწია ეს პირი უნდა გავუღო ეს გვიჭირავს ამ მაგიტო ვერ გადავიღე ხა მე ის მომენტი იმიტომ რომ ძალიან გაწამაციაში ვიყავით რა ეს ზოგი ყავს რა დაუწყო ეჭვა მაგრამ არა იმენა ვერ ამის ვერ დაღეჭავენ ისეთი აი ჭისავ მარტო ის კი არა გინ კანივერი მიც კანივერი მიხმარია და ეხა ვიხმარე ისე სულ კანივერს ხარო იმიტომ რომ საუკეთესო ვიდან არ უნდა იყოს კანივერი მე არის საუკეთესო ისა მაგის თქვა ასე თქვა ერთი საფეხური დაბლა მაგრამ პრობლემა დაამუშავებს ხო და აი ეს ჭისწავლები რატო ვერ გავიგე რა მე ისე ამზადები რომ აი ეს მაგარი უნდა იყოს თუ რაღაც აი საშინელება კიდე 3 თვის დამუშავებია 4 თვის 11 რა ვიღა ხელა დამუშავებია ყველასთან ისა რა ქვია წყვალებაა და იმიტომ რომ თვითონ ლეკვებში ხარ რა კბილები ამათ აქვს მაგრამ ეჭავა ხა ახლა წარი კბილები და ხო ახლა თუ უნდა ხო და არა იმენა უჭირს და კაროჩე ხა გეტყვით და როგორ უნდა გავაკეთოთ რომ მარტივად ისა ხა პუში და რაღაც საჭმელში და პედიქში და იმაში კორბში ვერ შეუღლებ, იმიტომ რომ არ შეიძლება იმიდან რა ქვია ჭიის დამუშავებიდან 1 საათი არაფერი არ უნდა ჭამონ ეს არის ძე შეიძლება როგორც ვიცი და როგორც გამიგია და ხო ესე არის ძე შეიძლება არ აქვს პრობლემა რა თქმა უნდა წყალი შეიძლება 1 საათს გაბა საჭმელი არ თქვა ეხა კორმი რო დაუდო ჩალობილი არ შეიძლება ხო ზეცლები უკვე წავიდა პატრონთან გუშინ წაიყვანა ну დღეს უნდა გამოვიტანო ფედერაციიდან საბუთები, მაგრამ რაღაც ნაცნობია იქიდან ეგრეთა ესე თქვა ჩერეზია და აფრიკელია ერთი უბნელები ვარ და რა ვიცი აი დღეს გამოვიტან ვეცდები იქაც გადავიღო რა ვიცი თუ წავედი ფედერაციაში ნახო თუ რამე იქნა საინტერესო დავითან ახლა თუ არ შევრცვა იქნებ მივდივარ და ახლა დავიწყოთ გადაღებები და ისე ხო და წაიყვანას ერთი ლეკვი მამალი რა ვიცი დღეს გამოვიტან საბუთებს და საბუთსაც წაიღებს დაბადების ოწობას. ხო და ეხლა როგორ ვასწრებთ ამას ჩვენ პირადად. მაგალითად გავყავით ნახევარზე, ნახევარ ტაბლეტს პირში ვდებ, თან ასე უჭერთ, აი მენა მაგრად მეწოდებია რა. და აი რაღაც პატარა ბოთლით ან ეხლა ყავის იმით იმოშე, წყალს ვასხავთ პირში. წყლიან არა, აი ზოგჯერ არის რომ მე ესეთი რაღაცეებით და მაგარი ცუდი საყურებელია, მაგრად მეწოდებია ხოლმე აი ეს სულელები ესენი და მაგრამ რამდენიმე გადაყლაპა ეგ წყალთან მე სველდებიან რაღაცა მაგრამ ესე საცოდაობაა რა მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი ეხლა რაც გამოვცვალეთ ეხლა კი ათელის 1 წელი რაც გამოვცვალეთ წელიწად ნახევარი იყო დაფხვნილი ეხლა 2 საათს წყლით დავალევინეთ თლიანი ტაბლეტი მაგრამ დაფხული ცოტა ისა აქვს რომ ხანდა რაღაცა იყრება ისა ესე ეგა რა პრობლემა რა ისინი იყვნენ კილო 800-900 და 2 კილოები რომ მოსკადე 100 გრამი შეიძლება დაიკარგოს 100 გრამი 100 გრამი რაღაც პატარა. ხო და აი გაქვს მაგრამ დაფხვნილი არის ყველაზე უკეთესი კოზით, მაგრამ დაფხრათ იცი რა ძნელია რაღაცა ისე ჩაარტყა გეუნებით იმას სპილო. ხო და უნდა კოზი დაფხრა და ისე დაალევინო რა, იმიტომ რომ ჭიის წამალი ჭია არის ძალიან ცუდი რაღაცა ლეკვში განსხვავებით ბოცვერის, ბოცვერს ხო ეხა საქართველოში მას მგონია რა 1-2 თუ ამუშავებს. არა, ჭიაზე შეიძლება ამუშავოს. ჭიაზე ჩემი ძმა ჭიაზე შეიძლება ამუშავებენ მაგას ვამბობ ნამდვილად ჭიაზე შეიძლება ხო 1000-ს არ მგონია პირველად მაგრამ ჭიასაც არ ამუშავებს ბოცვერს ბევრი და არა ჩემი საჭირო ისე დიდი როგორც ლეკვში და ძაღლში და ჭიაზე დამუშავებს იმიტომ რომ აი უყურეთ ლეკვობიდან ხო ბოცვერს ხო ჭია როგორც ვიცი ბოცვერს ლეკვობიდან ხო ძაღლს ჭიები ყავს ბოცვერს როგორც ვიცი აჭიობიდან არ ყავს ჭიები. ბუ, ნახეთ ახლა. ხედავსაც მოტონს ადრიან დილა. ხო და მოკლედ ჭიები აქვს, აი მუცელი ებერება ჭამს, ასე ვთქვათ, ჭამს, ალბათ ეგრეა ბოცვერშიც, ეგრეა. ჭამს და არ სუქდება, მუცელი ებერება. და კაროჩე მაგარი რაღაც ცოტა მოწყენილია რაღაცა და ცუდია რა მე უკვე რა.
ნუ ხა მოწყენლები უკვე დაართული. ეგეც ალბათ აართულ ფორმაში, ჩემი ძმა, გადი. ზაართულ ფორმაში, რა იცი შეიძლება უმცელი და სპილოსავით დადიოდეს შეიძლება გაბერილი, არ სუფდებოდეს. კიდე იცი სპილიდან სუნი, თვალებიდან წირპლები და მუცლის გაბერვა. პირველ რიგში აი თუ სუნი შეამჩნიეთ, იმედია გესმით ხა მიკროფონთან ლაპარაკობ ახლა გაიგოთ. პირველ რიგში თუ სუნი შეამჩნიეთ სპილიდან, ესე იგი ჭიები ყავს. თვალებიდან წირპლები შეიძლება სხვა რაღაცამაც გამოიწვიოს, მაგრამ თუ მაგასთან ერთად პირიდან სულ თვალებიდან თვალებიდან წირპლები და ის ერთად არის, ესე იგი მით უმეტეს მუცლის გაბერვა, ჭამა და ეგრევე მუცლის დაბერვა. არის ეხა ისინი ხო? ეგრევე იმეებში განავალში ეგრევე ჭიებს დაყრიან. აი მაგალითად მე ეგრე საერთოდ ლეკვს რო დავამუშავოთ ხოლმე ცოტა მოსდეს, უკვირდებით მე უკვე მაგის განა რო ცოტა დავუკვირდე რომ როგორ ჭია ყავს, ანაი ჭია ყავს. არის ცოტა ისე მრგვალი ბრტყელები რაღაცები გავარჩი უნდა იცოდე. აი საში არ არის საში. როგორ პროცესში ყავს ხო და მოკლედ აუცილებელი რაღაცაა რა, იმიტომ რომ მე შეიძლება უკვე ცუდი თავისუფლად შეუძლია, თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი, რომ ჭია ძღნები, ჭიები ყავს მუცელში, ხო რაღაცა ძალიან ცუდი რამეა. პირველი, ანუ რაც ხდება პირველი ლეკვში, დავადებით რა, ჭიაზე დამუშავება, იმიტომ რომ აუცილებელია, ჭიაზე მუშავდება 23 დღიდან, მე 10 დღეში, თქვა დავამუშავე დღეს. დღეს არის 10 დავამუშავე, 20-ში უნდა დავამუშავე, ან ახალბატონს უნდა უთხრა, რომ დაამუშავოს. ხოდებით, ან წაიყვანს, თქვა წაიყვანა 20-მდე, უნდა უთხრა, რომ აი ეს ამადა, ხო ხა ისეთ გუშინ წაიყვანა Facebook-ზე მივწერი, ნუ რამე, ჩემ რომ წაიყვანი ხო ნებისმიერ ამის დამირეკავი და რაც მე ვიცი აუცილებლად ყველაფერს ვიტყვი რა თქმა უნდა, ხა ლეკვს ისე არავის არ გავატარო რა ვიღაცას, მაგრამ ძაღლი ვიტყავდეს და იმას ავიტყავდეს რა. ეს ყველა ვისგან ვინც შეიძლება წაიყვანს, ყველას ვიკითხავ, ლეკვს ვიკითხავ, ფოტოები რამე რომ მაგრამ ცუდისთვის არავისთვის არ გამიტანებია ჯერჯერობით, როგორც წინა ვიდეოში თქვი, მარტო ორი არის ისეთი, რომელსაც არ ვიცი, როგორ ყავს, არ ვიცი, მამა ჩემმა გაატანდა, არ ვიცი. просто ვიცი, კახეთში ყავს ეს და მეორე სად ყავს, არ ვიცი. ხო და რას ვამბობდი, ხო და ჭია, პირველი ხდება ჭიას დამუშავება. დაამუშავეთ 23 დღიდან ცოტა ზევით, მაგრამ მალე 25-20 აი აროჩი რა ეს თვემდე უეჭველი და დაამუშავოთ, თვემდე უეჭველი. და მე 10 დღეში მე გავუმეორებ. მე უყურეთ თვი და 25 დღიდან იწყება აცრები. ორი თვიდან ანუ დაახლოებით ორ თვიდან უკვე იწყება აცრები, რაც ორ თვიდან დავწყოთ ვაფშე კანფეტია გეუბნებით. მე როგორ ვეტერინართან მივიყვათ, მე მაგალითად არ ვიცი ხა, ისე არ ყოფილა რატომ ნემს გონია ვერ გავუკეთებ და რაღაცა ყოველთვის აი 11 თვეში ხო მაგას ვიტყვი, ყოველთვის მიმყავს ისინი ჩავყარი სამივეს ერთად მაგაში, ჯერ სამივე არ ჩამიყრე დემი ჯერ ერთი წლის, მაგრამ აი მოს ჩავყრედი ხოლმე, ნუ ბოლოს დემი რომ მოვიყვა ლეკვი იყო სამივე ჩავყარე. დიდი მანქანა მაქვს მინივენია 8 ადგილიანი, ჩავყრი ბაგაჟნიკში ხოლმე და ბაგაჟნიკში კი არა კაცო, სკამებში და კაროჩი ისა მივდივართ ხოლმე ვეტერინართან, ხო ეგრე გოგო. რა უკვე თავიდან აცრები რაღაცები. ჩვენ ჯაფთელი გოგოები ვართ, ხო? ხო და ყოველთვის რას ვამბობ, ხო ყოველთვის მიმყავს ვეტერინართან, ვეტერინარი უკვე იცის შეხედავს იქ რაღაცა ვიტამინი ჭირდება, იქ რაღაცა ფეხსება რა ხიტი აქვს, იქ რაღაცა ყურები, რაღაცა შეხედავს და ნახავს, ხო ხდები ჯამთელი ლეკვია, როგორი ლეკვია. ეხლა ამათ ხო ვეტერინარს არ შემოწმებია, იმიტომ რომ ჯესტი რა სიტუაციაა ეხლა რა ვიცი რა. მე ვიცით კიდე მე შევაწყობ თუ რამე ჭირს ისეთი და რაღაცა. ხა ვეტერინარი იმას კი არ შეატყობს რაღაცა. გული როგორც დაიფარსია, უჯეწის რაღაც გული შეხედავს გარეგნულად, თვალებს ჩახედავს, ჭიას ნახავს, იქ რა ხიდს ნახავს, იქ რაღაცა ისეთ ზედაპირულ რაღაცებს ნახავს, ხო ხდებით ვეტერინარიც. ასე ვთქვათ, ხო რა, მე როგორ თვე აცრები იწყება და ნუ მე როგორ მიდის, ნუ იქ რა თქმა უნდა ხა ბევრ ლეკვში არის რა ხიტი,
ხელოსნობის გამო ფორმის ცვლა, ასე ვთქვათ, ფეხები ეღუნება და ბოლოს ვეღარ დადის რა. მაგას უკვე ნებსები უნდა თუ რაღაცებს ნახავს ხა იქ შეხა მე კი არ მომღება მე წავიღო ყველას თუ აიტორმა რა თქმა უნდა წაიყვანოს ლეკვი უნდა 10-ზე რომ მიიყვანს რა თქმა უნდა ექიმიში ამოწევს იმას სიავს ყოველ ჯერზე ხა მე როცა იმყავს ექიმი ამოწევს ამოწევს ყურებს ჩახილავს თვალებში აწვის გაუღებს რაღაცა თაც ნახავს იმას ნახავს და აიგრე რა ნახე როგორ ჩხუბობენ ნახე ის მაგარი ოხერი აი უყურებ ზურა ეს შენია მაგარი ოხერია ბიჭო მაგარი ოხერია ის ზურასი ისე ეს მიყავს აი თუ იცით რა ხაშურელი რო არ მებოცრეობა აწერია მაგას მიყავს და ის მინდა მეთქვა ეს და დაიმახსოვრ საუკეთესო პრეპარატი არის კანივერმი მე ეს ბროვანოლსაც რა ვიცი კი კარგია ნუ შემდეგი ეს ბროვანოლი თვითონ აი ეს ფირმა ვიცი და ამას კი უშვებს ხოლმე კარგი რაღაცებს ხო და შემდეგი კანივერმი ბროვანოლი რა ვიცი რა ერთ-ერთი ისაა საუკეთესოა რა ვიცი აი ჭიაზე თქვი მგონი საკმარისად რომ აუცილებლად პირველი ლეკვში ხდება აღო იმი რა ბუნდოვანია ვლაპარაკობ პირველი ლეკვში ხდება ჭიის დამუშავება იმიტომ რომ აუცილებელია ჭიაზე აი რაც არ უნდა იყოს ხო გეუბნები წინაზე აგვერია ნუ ის არ დამთავრებია შეყამაბოდი მე დამოჩვენს რაღაც აგვერია რა ეხლა ლეკვს თავიდან ყველას გადმოსვათ ხო მე ვსვავთ და ეს აგვერია რა და ბოლოს ვიღავით რომელი დავუმუშავოთ რომელი არა და ერთი გონი გამოტოვეთ რა ბოლოს ჩავსვით ყველა წინა დაღრაზე და ერთი ლეკვში გამოიწვია დიდი პრობლემა რა მე რა თქმა უნდა ეხა წამალი რაღაცა და წამალი ერთში დავუმუშავოთ ჭიასი რაღაცა უპრობლემოდ მაგრამ მაინც ლეკვი ის იყო ცუდად გახდა რაღაცა უკვე ცოტა დაიკლო მე უკვე მოვიყვანეთ ხოძიას ამ ვიტამინები და ისა მაგარი ლეკვი დადგა და ჭიას დამუშავებას აუცილებელია ხარ იმ მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაგუჭირდა მაინც კარგად რა პატარა ციციცპირში ჩავდენეთ რომ კარგად დამუშავებულიყო ჭიაზე იმიტომ რომ მაგარი ოხერი რამე ჭიები ასე რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ დაჟე შეიძლება 10 რა არ გავქონდეს გაკეთებული ჭიაზე უნდა დაამუშავოთ ჩემი აზრით რა თქმა უნდა 10-ს დიდად საჭიროა მაგრამ პირველ რიგში ჭია ყოველ შემთხვევაში 10-ებზე უკვე ცალკე ვისაუბრებ მე ჩემ ლეკვებს 10-ს არ უკეთებ ხოლმე რაც უკვე გასაყიდ ლეკვებს ეხა 10 რა რო გავუკეთო მე თვითონ 10 ჯდება ნუ კარგი 10 ჯდება 25 ლარი ნუ ეგრე ჯდება და დაახლოებით თვეების წინ და 25 ლარი თუ 30 ლარი კაი 10 რა 10-ები არის ის მიხედვით 5 დაავადებიანი თუ რაღაც 10 დაავადებიანი ანუ რამდენი დაავადების საწინააღმდეგოა რა და ყველაზე კარგი იყო 25-30 ლარი და ეხა მე რო ყველა რა გზამდე დავჭერ და უნდა 3-10 რა მაგერ რო უკეთ მაშინ ფასი უნდა მომატო და რა ვიცი რა ასე რომ მე სამთვინეწყოლიალები და 10 არ გამიკეთებია ჭიაზე კი და დავამუშავებ ხოლმე ჯანზი არის ყველაფერი თუ რა მე ვზდი ეხა ზოგადად მაგარი იმუნიტეტის ლეკვები მყავს რომ თავიდანვე გარიცვდი ზოგი მიწერს ხოლმე რა არის იმენა არული და არული კი არა მე ვზდი ესეთი ასე თქვა ისა მაგას მიწერს ხოლმე კი არა YouTube-ზე და რაღაცა აი ვიღაც ისენი თო ზაღლის დამცველები რა ასარული ბიჭო მეთქი ისა თქო რა ქვია ეს მე ვთქვი ბუნებრივ პირობებში და მაგარი იმუნიტეტი აქვს გეუნებით ამ ზაღლებს რა იმენა თავიდანვე ეს გარდიზდებიან სიცივეს მიჩვეულები ანუ ეს სიცივეს მიჩვეულია მაგრამ მაინც კაი იმუნიტეტის ისინი არიან ჩემი ლეკვები რადგან თავიდანვე ეს გარდიზდებიან რა ვიცი აი კონი კარგად ვილაპარაკეთ რა მე წუთი გავიდა აი ესე რა ვიცი დიხანია ბოცრებზე ჩავწერ მე ვიდეოს ვთქვათ არ მინდა ხოლმე ხა ბოცრებზე ყოველ ჯერზე რაღაცა ვისაუბრო რითი ყვებოდ ბოცრები რითი მასკაზია ყოველ ჯერზე არ მინდა რაღაცა ხო გამოთ ხა ჩემი ვიდეო ზოგადად ახიდო სწავლების ვიდეო ხარ აი რაღაცა რო გასწავლოთ ხო არის რა 1-2 ვიდეო ყოველთვის თუ პირველ რიგში ყოველთვის ამოჩენ გამოცდილებას და მეორე ერთი კიდე ოც რაღაცას როაკეთებ რაღაცა თქვა გალია იქ რაღაცა ყუთი იქ რაღაცას როაკეთებ სიახლეს მაგას გაჩვენებ თქვა ასე თქვა ლოგის სტილშია რა უფრო ვიდრე რაღაცა სწავლების რა თქმა უნდა არის რამდენიმე სწავლების იმიტომ რომ სწავლებით აი ძალიან კარგად გასწავლით ჩვენი MTV საინტერესო მოსის არხი და რა ვიცი აი მე
რა მე ხარ რა ვიცი მაგაზე უკეთ რა უნდა გასწავლოთ მე იმიტომ რომ იცის მოსენ ყველაფერი და უდევს ყველაფერთან დაკავშირებით ვიდეო იმიტომ რომ კარგად იმას უყურეთ არ გავუჩვენე ხუთზე გაჩემოდა რა მაგარი მასტი იყო დასილებ ცოტა აი სამაგარიც ხმოდა ხოდა ის ხოდა რამდენიმე მირის და ხან და მომივიდეს კარგი წინებზე ყოველდღე მოხდებდი წინებზე ყოველდღე პრემიერებს და 2-საც ვდებდი ხოლმე მაგრამ რა ვიცი ხა უცებ გამიხრა ეს შემაიმუნებო მაგარი უხრები არიან სხვათა შორის ეხლა თავის შოლებთან შედარებით მაგათად მამა ყავთ მაგარი ცოტა ისეთი რა აპასნი ეხლა დედა ხო დედა იმენა მაგა ეს იმენა მაგარი თბილი აი ხო მოდი შევებოთ ეხლა კლიენტი რაღაცა და აი პრობლემა არ აქვს იმენა აი ეს არაფერს არ ზავს უკურ დედაო და ის აი ეს ყავს იმენა მიჩულ და პრობლემაცაა რომ უცხოს ჩვეულებრივად უშვებს ლეკოთ ამიტომ რომ ყოფილა შემთხვევა რომ ასე ვთქვათ მოუპარია სავით რა მოუპარიათ ლეკები მაგიტომ რა ბოქროები და ისინი მიდევს მაგრამ დემი ყავს იგი და ნუ მაშინ აწყობდა დემი მაგრამ მაშინ უფრო პატარა იყო შედარებით თუ არ ყავდა კი შედარებით ლეკვი იყო რა დემი ხოდა აი ეგა ეს აი მენა მიჩულდა ის ეხა ასე ვთქვათ ძაღლი აი ნედა აი ეს ძაღლებზე ეს უფრო იწევს ძაღლებზე კი ეს უფრო იწევს და მაგრადაც ხასკია მაგრამ იმენა მაგრადაც იჩხოს იმენა გელივით იჩხოს იმენა რომ იჩხოს მაგრამ ეხა რას ქვია ხასკი როგორ უნდა აჩხო და საერთოდ ძაღლის ჩხუბი ცუდი რამეა ხოდა მოკლედ აი ჩვენი ტექსი მაგარი ისაა რა ხალხზე მაგალითად წინაზე სტადიონზე ვართ აქ ჩემთან უბერ სტადიონია და ნუ აფრიკიდან ჩამოვიდნენ ისა რა ვიცი აღმოიყო 10-11 საათი ბიჭები და გავში 10 ბიჭი ვარ რაღაც კალთურს იმავშობით რა და ეს ბიჭი უნდა მაგრად იმენა და არავის არ წევს სტადიონზეა ძაღლები აშუბლი არავის არ წევს და ის ბიჭი შემოვიდა მაინც ვაწყარე მეთქი რა უნდა გიქნა ძაღლია არაფერს არ გიზავს და აუ იმენა ლამის შეჭამა იმენა ლამის ბუშტები ურთხი გაჩერდი თქო ლამის შეჭამა გეუნებით ბოლოს ღობიდან გადაწვა ის ისა ჩემი ძვაკაცი ლამის შეჭამა ტიპი გავგვისტი დაიგრე რა კარგი ხა ბევრს აღარ გავაგზავნე 22 წუთიც გავიდე და აი ეს მითო იმედია მოგაწოდეთ კარგი ინფორმაცია იმედია რამე არ გამომრჩა ეხა ფიქრობ რა ვიცი ვილაქლაკე ხა ეს იყო და ეს ჭიებზე გესაუბრეთ რა უცურონ დაამუშავოთ 23 დღე ხა მოკლედ შევაჯამო 23 დღიდან იწყება ჭიის დამუშავება მე რა რომელ დღესაც დაამუშავოთ იმ დღე 10 დღეში კიდე უნდა დაამუშავოთ მე თვითონ 25 დღიდან იწყება უკვე შესაძლებელი აცრების გაკეთება და რა ვიცი მე უკვე აცრებზე მინდა ცალკე ვისაუბრო უკვე გარეთ გაყვანაზი და მაგაზი დაბანოაზი და მაგაზე უკვე ცოტა მოიზრდებიან ხო აი ასაკი როგორც მინდის ეგრე ვიღე ვიდეოს გითხარით მე აი დაამუშავე ჭიაზე გადავიღე უკვე აცრის პერიოდი მოვა აცრაზე გადავიღე რაღაცა პერიოდი მოვა ის რაღაცა უნდა იმაზე გადავიღე ხვდებით ყურების აწევაზე გადავი. ყურების აწევას ნუ ვიტყვი რა შემდეგ ვიდეოებში ვიტყვი რა ეს ყურები როგორ დააწიოთ რა საშუალებები ვიხმართ რაღაცა. ამათ უმეტესობას აწეული აქვს ცოტას აქვს აი არა აქ იმენა ყველას აწეული აქვს. რა ვიცი აქ სოქს აქვს უცნაური ხამას აქვს იმ ბუხვი რა ვინმე ამას აწეული აქვს მაგრამ სუსტად შედარებით ძერ. იმას აწეული აქვს ამაგარი ვინმე რა. რა იგრე რა ეს რა ლამაზი ვინმე რა ლამაზი ყველა სერიოზული ლეკვია გემი ერთი არა რაღაცა რომ აი ამი ნაკლული და ისა კარგი თავად აგიბშდობით ეხა მეც ბოცებთან უნდა მივიდე და დაახლოებით 10 საათისკენ ხარ ვიცი ან 9 იყო რომ ვიდეოს ჩაწერა რომ დავიწყე და უკვე დაახლოებით 9 საათში რა ვიცი და 40 წუთში უკვე მამა ჩემოვა და საბუთებზე დაბადების მოწყობებზე უნდა გავიდე და დაბადების რა თქმა უნდა მინდა მე რომ ეხა თუ გადავიღე რა პატარა აი გაჩვენოთ ვთქვათ სადა მარჯანიშ თუ ერკოვით ქალაქში მარჯანიშვილზე მარჯანიშვილს მეტყვენ ძალიან ახლოს ანუ კარგით ეხლა აღარ გავაგრძელებ მაგაზე ვიდეოს და მოკლედ რა ვიცი ხო ვეცდები კაც გადავიღო ნუ დაბადების მოწყობებზე აუცილებლად გადავიღებ რა არის და როგორ არის რა არის საერთოდ ძაღლის საბუთი რა არის აი და მთავარი და არავინ არ იცის და ყველას პასპორტი გონია საბუთი და პასპორტი 5 ლარი ღირს და მოკლედ არგით აბა დაიმშვიდობე ალბათ რას ფიქრობთ გამოდეთ ცხოვრებაზე კი ნამდვილად მეცილი კაი ხარ კაი კაცი აი კაი ალბათ როგორ
თქვა. გაიგეთ ალბათ ყველა. კარგით აბა. დაგებშდოებით. ნახონდის, აი. თუ ვინმე შენდოება კიდევ გეტყვით რომ იყიდება ეს ლეკვები, უკვე გაყიდვაშია და რა ვიცი, აი, უთხარით თქვენს ნაცრომს, რა ვიცი, გააზიარეთ და რა ვიცი, იქნებ უცებ გავყიდოთ ისე ჩვენს ფერმაზე მოქმედებს კარგად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეს ფული უნდა მოვაყოთ ლიან ფერმას. ბეტონი დავასხა იქ, რიზენის გალია მინდა ავაწყო რიზენების. ნუ ჩვეულებრივ გალიაც მინდა ავაწყო. ნახოთ ეხლა როგორ გავყიდი, ანაირად გავყიდი. რა ვიცი, ღვთის წყალობით, უფლისნებით, ნახოთ როგორ გავყიდით. კარგად დაგებშდობით, აბა, ნახონდის. კარგად. მოკლედ აი მარჯანიშვილის მეტროზე ვარ. ხარი მეტრო ვიცით იქ დავუჩი. მანდარა. ავჩი. ისე რა ქვია. მე ხომ მიდიოდ გაჩვენებთ ზუსტად შესახვევს. არ ვიცი ხმა ის თუ არ ყიდა და მიკეთე. ხალხი კი დადის, რამდენი ხანი ხარ შეგამოსა. ზენი მოხსოვს მოხდის ტექსის დალედის საბუთები და გაჩვენებთ. აი აქ უნდა შევხვიეთ. საღლები ახალია. აქ. არჩევ შევარ. როგორც კი შემოხვალა, ესე შემოდიხარ და გაწერია კიდევაც კინოლოგია. აი უკვე ზაღლები დაისახათ. შევართ, აი ცოტა და რა ვიცი, შენ არ ვიცი გადავიღებ თუ არა, რა ვინახოთ. კარგით, აბა. მოკლედ საბუთები გავიღე. დაბადების მოწმობები ხედავთ თქვენ. ხართ და მივართ ეს. მოი კარგად გადავიღე, რა ვიცი, იმიტომ რომ ჯერ ისეთი მე შევედი მარტო მომჩი, მე არ შემოვიდე, იმიტომ რომ რა ვიცი, ეხლა ამ პერიოდის დროს მარტო შევედი. იქ კარგად მიცნობენ ეგრევე არა ვახარ უკან. რაღაც მგონი ერთადერთი ვარ ფედერაციაში, რომ 15 წლისა და 14-ის ვიყავი. თუ 13-ის ვიყავი. რომ ჩემზე გაფორმდა ძაღლი, იმიტომ რომ არ ფორმდება რა, სულწვარი უნდა იყო რომ აიყურეთ. აქ ინგლისურად წერია, თუ აღარ წერია. აიყურეთ ეს ძველი მომშენებელი, ვისგანაც მე დექსი ვიყიდე. აი, ლუკა კალიშვილი ჩაოლებად საცხოვრებელი ადგილი. მიცნობენ ეგრევე რომ ურეკა ხოლმე ეგრევე. ხო, ლუკაო და მოკლედ ლეკობის ფოტოები ვაჩვენე, ის ვაჩვენ და კაროჩი გაგიჟდე რა, მაგარი ლეკები ყავს, სერიოზული ლეკები ყავსო რა. კაროჩი საღოლო რა, მაგარი ჩაფონდრუშებული ყავს და მაგარი ხარეხის ლეკებიაო რა. სულ მეხვეწებიან, ეხაც მითხეს რომ გამოფენაზე გაიყვანე შენი ძაღლებიო რა. გამოფენაზე გაიყვანე ავიძე დექსის გამოფენაზე ვატარო ეხლა და თან არცაა ნასწავლი რა. გამოფენაზე უნდა იცოდეს გვერდზე სიარული, სტოიკაში დადგომა და რაღაცეები და ერთი პერიოდი ვაპირებდი და ვასწავლით და კი ვასწავლე, მაგრამ მე სულ დამოიწლა გაყვანა. გადავაცილე რა დროს და რეგისტრირების და მე ვაფშე თავი დავანები. ხო, ნუ ეს, მაგრამ ძალიან ძვირის გადახდა მომიწია. რადგან საერთოდ ეხლა როგორ ჯდება ლეკვის ბართები ჯდება 5 ლარი. და რო დაამაკებ, ხო? მე უნდა იმასქნა. ოკეი. ტელეფონი დამჭირდა. ტელეფონი მანდ. და რო დაამაკებ, მე უნდა იმასქნა, რა ქვია. დამაკების დროს უნდა დარეკო რა. რო დამაკდებიან, ხო? რო შეაჯბარებ ძაღლებს. მაშინ დარეკო და
короче დართვის მოწმობას გიფორმებენ იქ რა მე შენც უნდა მიხვიდე და დართვის მოწმობას ამორხები ასე თქვა ხელს აწერ რაღაცა რომ შეაჯვარა ისა და ეს ძაღლი ამიგო დექსი და ლედი რაღაცა ისე ხო და მაგდროს არაფერი არ ჯდება მაგრამ შენ თუ დაგიყა ნუ შეჯვარებიან ერთი კვირის მანძილზე თუ არ მიხვედი და ეგ დართვის აქტი თუ არ გააფორმე იქა მე უკვე 50 ლარი გიჯდება მაგ დართვის აქტის გაფორმება ასე რომ მე არ ვიცოდი მაგე დრო იყო და დამიყარა ისე ასე რომ მომიწია დართვის აქტის დღეს გაფორმება და დამიხარჯა ჩავიხუთი ამ პირვადეს და დამიჯდა 50 ლარი დართვის აქტი მარტო ესენი თვითონ 5 ლარი და დაჟე კიდე ისაა რომ აი ყოველ წელს 10 ლარს იხდიდა короче რომ ფედერაციაში როგორც დაახლოებით 105 ლარი დამიჯდა ეგრე დამიჯდა რა ვიცი დანარჩენს ახლა სახლში გეტყვით სახელები ჩაუწერა მაგრამ ეს სახელები ავიას რომ ყიდველი იმას დაუძახებს უბრალოდ ეს არის საბუთებში იწევს ყველა 100-ზე იწყება ასე ვთქვათ ხო კიდე ნუ ხო რა ხა არ მინდა მანქანაში ვილაპარო მანქანაში ვარ ჯერ ხა ჩემი გადავიდე რაღაცაში სამგორში ვარ და короче ისა რა ქვია სამგორში კორონა არ არის არ ეშინიათ სათრებს იგნებს აი ქართველებშიც არ ეშინიათ სამგორში კორონა ჯერ არ შემოსულაო და რა ვიცი ბაბუები ნარს თამაშობდნენ ქუჩაში ბიჟა იყო რაღაცა აგერ აქ ციგნების ბიჟა აქვს და ეხლა რო გადავუღო შეიძლება თავი გამიტეხო მოკლედ აიგრე რა დანარჩენს უკვე ხა ამაზე საუბარი ამაზე ცალკე ვისაუბრებ უკვე ვიდეოში ვერ განახეთ შიგნით რა ვიჯერს სანახავი არც არაფერი იყო ერთი ის მინდოდა გადამიღო მაგრამ რა შემიწყარო რომ ამბობდნენ რა მაგარი ლეკობი ყავსო არა მართლა მაგრად მოეწონა საღოლო არა მაგარი ლეკობი ყავს და რაღაცაო რა მინაშე საღოლოა ისე მითხეს რა ვიცი მინა გავჩი მაგრად დაივოსა ჩემი ლეკები ნუ წიანზე სიცოდნენ და короче თან ჩემა ლეკმა რა ჩემა გაყიდულმა ლეკმა გამოფენაზე მიიღო უმაღლესი შეფასება რა და საღო ეგაა შენი ისაო რა შენი გამარჯვება არისო რა იმან რომ ეგეთ მაღალი შეფასება იყო იმიტომ შენ ხარ მომშენებელიო რა მაგარი ხარო კიდე მკერავ და რო ისაო რა ქვია ფრანგული ბულდოგი იყიდა მე კალნეკორს მყავს რა თქმა უნდა ფრანგული ბულდოგი და რა ვიცი ეგრე რა თუ რამე იყო ყიდვას რა თქმა უნდა ეგენ მირეკავენ ხოლმე და თუ ყიდველი ან რაღაცა ფედერაციიდან მირეკავენ აი ესაა რა კიდე ამაზე უკვე ვისაუბრებ 7 წელია დამზადებული ვისაუბრებ უკვე სახლში როდესაც მივალ და რა ვიცი იქ უფრო კარგად ცლად ვისაუბრებ რა არის ეს საერთოდ რა რის რა უნდა გააკეთოს ამით ახლა მაგალითად უყურე ჩემ დიდებს ეს აქვს და პატარებს რატო აქვს ესა რატო აძლევ ამას და არა იმას მაგაზე ვისაუბრებ რა არის საერთოდ ესა და რატო უნდა და როგორ რისგან განსხვავდება ესა და პასპორტი პასპორტსაც განახეთ კაც სახლში მიყრია პასპორტი არგით აბა მოკლედ სახლამდე რა მოკლედ მოვედი სახლში უკვე კაი ხანი უბრალოდ არ გადამიღია ვიდეო ანუ არ გამიგზელებია თან რაღაც მოკლედ საქმეები მქონდა ერთი თამაში საქმეები მქონდა რაღაც ფერმაში დილას არ მიხედია ისე და მოკლედ ვარ ხა ოთახში გადავიღებ თან დაღლილი ვარ ვარ გავაგზავნოთ დაგიხსნით ამ საბუთებს ნუ ბევრი რაღაცა თქვი გზაში რო გადავიღე ეს ჩვენი მეგობრები არიან ეს რეზენია თეთრი ხო და მოკლედ ახლა გავაგზავნე რომ მინდა რომ დავდო ეს ვიდეო თან ახლა ეზოში გადაღება მეზარებოდა შემოვედი ხა ისეც მეთქი ცოტა წაუძინებ თქო და პირველ რიგში ხო თქვი რომ ავიღე ბარათები 7 ბარათი ავიღე 4 მამლის და 4 ხვადის და 3 ძუსი მოკლედ და ახლა რა არის ეს ბარათი ეს ბარათი არის დაბადების მოწმობა რომ აი უყურეთ აი ჯიში სიმბირული ხასკი სახელი თქვათ აი დინგო ხო შეფერილო ბლეკენ შავი და თეთრი მომშენებელი ლუკა კიკალიშვილი ეს კინოლოგი ლიკა ბარაშვილი თვითონ ვინც იყო კლუბის მისამართი და მაგე წერია იყურეთ ხელმოწერა უკვე დირექტორის ის ეს თვითონ რასქესისა და ეგ არის რა უყურეთ ამას ახლა თქვა წაიყვანს მამალი და მე ამას მივცემ და ხა რა არის ესა ეს არის დაბადების მოწმობა რომელიც
რომ მე უკვე დავარეგისტრირე თითოეული ლეკვი ფედერაციაში, ხო? ამას ეხლა მე რომ მივიცემ 1 წელიწადში, მე 2 წელიწადში, 3 წელიწადში, ხო? მე უკვე დარეგისტრირებული მყავს, მე უკვე ჩაწერილი მყავს ფედერაციაში, ხო? და უყურეთ ეხლა, მაგრამ ეს უნდა მიიტანოს, იქ უნდა მივიდეს 9 თვის განმავლობაში, რომ აიღოს ესეთი ვეკაო ფედერაციის ნუსხა. მოდეს არის FSG-ში, აი ვეკაოში რო გეუბნებოდით ფედერაციები თქო. დექსი იყო FSG-ში, მაგრამ გადმოვიყვანე, აგე ნახეთ, ვეკაოში გადმოვიყვანე და ეს მიაკრეს. ლედიზე ახლა რა მოხდა? ლედის აქვს ნულოვანი, ნახე, no information, არა ინფორმაცია, ნუ არაფერი არ წერია. რადგან თვითონ მომშენებელმა, როდესაც მე ვიყიდე ლედი, არასდროს მომცა. ამის აი დაბადების მოწობა არ მოუწია, არ დაარეგისტრირა, ასე ვთქვათ. თან რა ვიცი, მოგოც ცოტა არეული ქონდა საბუთები და მოკლედ ისე იყო, რომ უბრალოდ მომცა, ხა უყურეთ როგორი რაღაცა. მე რო ეხა ყიდველს მივცი ამათი ასლები, ეს დავაქსეროქსო და მივცი აი ეგეთი მომცა, ეგრე მომცა. მე არ ვიცოდი, ხა არ ვერკოვდი, ბევრი ტყუდება ეგრე. ასე რომ რადგან არ ვიცოდი, ნუ ესე მომცა რა. არ ვიცოდი მე რატომღაც, რა თქმა უნდა, კაი კაცია ისა, მაგრამ რა ვიცი, ასე გამოვიდა, რომ არასწორად მომცა. ნუ მაშინ მე მანი კიდე თან შეღავათიან ფასად მომცა და რა ვიცი, რა მაგიტომ არ უჩივრას, მაგიტომ არაფერს არ ვეუბნები და რაღაც იმაში, იმიტომ რომ მაშინ ეხა ღირდა 600-700 ლარი მე ვიყიდე, თქვათ 400, ცოტა მეტი და 450 და მაგიტომ რა ვიცი, აი არასწორად მომცა და ნუ მე რა თქმა უნდა რომ მივიტანე ფედერაციაში, ისეთი რაღაც მოხდა, რომ არასწორია ეს ასლები და როგორ უნდა აიღოს იცი. და ნუ მე უკვე თვითონ კაც მივწერე ვის განაც ვიყიდე და ნუ იმას ნაცნობი ყავდა რაღაც ნაცნობები და ნუ ეს მივიდი ვიღაცა უფროსის სახელით მივედი და გამიკეთეს ეს ნულოვანი თამაში ლეკვები მყავდა უკვე ეს რომ მივიტანე ის ასლები და ის არ ვიცოდი მე მგონა ლეკვებს ჩაულებოდ გავუკეთდებოდეთ და ნუ ლეკვებზეც არ მიკეთებდნენ რა მაგრამ გამიკეთეს რაღაცები უჩალჩე გავაკეთებინე ესეც თანუ ზაღლი ნაყეს რო კარგი ზაღლი იყო მართლა ის იყო ესეც შუალება დამიღეს რადგან მართლა ვიცოდნენ ვისი შვილი იყო რა იყო იცოდნენ რომ საბუთიანი შუალები ყავდა მაგრამ არ მომცა არ ყავდა იმის დარეგისტრირებული პატრონი არ ქონა ეს დაბადების მოწმობები და მაგიტომ აიგრე ნულოვანი აქვს თუ რა ამის ნების ყველა წინაპარი ვიცი და ჩვეულებრივად ყიდულს ვღანახებ მე წინაპრებს რა როგორ წინაპრები ყავს რა კარგი წინაპრები ყავს ჩვეულებრივად საიტი ასეთ ინგრუსნეთი ზაღლების საერთაშორისო საიტი ასე ვთქვათ რა აი თქვა რომ ჩაწელი ამიგო დექსი ხო ამოაგდებს დააჭირა მთელ წინაპრებს და იმეებს გაჩვენებს რა მან ჩანს უკვე ამ ლედის წინაპრები ხო და ეხლა ეს რა არის ეს არის დაბადების მოწობა რომელსაც ახალი პატრონი მიიტანს ფედერაციაში მითითებულ მისამართზე მიიტანს 9 თვის განმავლობაში და დაუბეჭდავენ გაუკეთებენ ჩვეულებრივ წინაპართა ნუსხას სადაც ეწერება აი დედა და მამაში ამიგო დექსი ჩემი ძაღლები ამიგო დექსი და ლედი და მთელი ორი მამის წინაპრები და დედის წინაპრები ასე აი როგორც ამას უყურე ხა ამიგო დექსი ეს უკვე დექსისა უყურე მამა ულის ინდიგო მუნლაითი აქეთ უკვე იმის ისინი მიდის და აქეთ დედა მოლი ბონი და აქეთ მოდის აი რა და ზოგ ჟამხელა სახელი აქვს აი ხა უყურე ესეთი წინაპარი ზჰანი ესე თქვა გერმანიის ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონი საქართველოს ეს კიდე საქართველოს ჯიჩი ეს რაღაცას მიხაბა რაღაცა ჯი რაღაცის ჩემპიონი ეს კიდე ჯი რაღაც საქართველოს ზოგი შეიძლება იმის ჩემპიონი საქართველოს ამის ჩემპიონი ეს ეს რაღაც ქვეყანა აზერბაიჯანი ეს ყველა ისინი ასოებს იმას ნიშნავს რა ქვეყნებს მონტენეგრო კვიპროსი ანუ ქვეყნებია რა აი კიდე აქეთ აი ისინი ამის წოდებები რა რაც და ნახე როგორ წინაპრები ყავთ ხო და ამას აიღებს და ამის აღება ჯდება ამას რომ იტანს 80 ლარი მაგრამ 9 თვის თუ გადააცილებს მე ჯდება 150 ლარი რა მაგიტომ არა ეს რადგან მე დარეგისტრირებული იყო სულ რომ მიიყვანო 3 წელს მე 4 წელს მე 8 წლის მე ხო ის დარეგისტრირებული იყო მე მოურჩეულობ გადაიხდეს 150 ლარს 80 ლარის მაგივრად ეხლა შეიძლება რა სიტყვება ხალხი
პირველში ხალხი ხარ რა სიტყვება გეტყვით იმას რომ შეიძლება ვიღაცის საბუთს გადაუღოს ვიღაც წინაპართან ნუსხას გადაუღოს ფოტოები კი არა და ვიღაც საიდანაც ასლი გააძროს რაღაც და მისთვის აი ესა შენი საბუთი ან ბევრი აი ყველაზე ბევრი რაც ხდება აი რო ეტყვი ვთქვათ ვიღაცა ყიდოს რომ აი ესა და ეს იყიდება და აი ესე ფასი და შეიძლება მეთქი საბუთებით არის საერთაშორისო ნუსხით ესე უხსნი კაუჩი და ეგრე ვიღაცა ასლაში ყიდეს ისა პასპორტით არის ის მეუნება აი მე ნერვები უკვე აღარ ამხდა მე კარგი წადი იყიდე არა ეგ რა რომ მართალია უხსნი და ადამიანს უხსნი რა როგორ არ მოტყუდეს კაცო მე ნერვები მეშლება ხოლმე ხა არ მომიტანი ხა გაჩვენეთ გავალიქით პასპორტს განახით რა არის პასპორტი და რა ვიცი პასპორტსაც აგიხსნით აი ეს ამის თელი ყველაფერი აი ჩვენი სიმდიდრე და ლეკვის სიმდიდრე არის ეს უნდა ესენი ეს ავიღე მე მართალია ხა დამიჯდა 115 ლარი დამიჯდა 115 ლარი როცა უნდა დამჯდომა და სულ რაღაც 45 ლარი 50 ლარი იმის გამო გამომართვეს რომ იცი როგორ რაღაცა რომ შეჯვარებული უნდა დარეკო რა ერთი კვირის განმავლობაში მე ხო არ ვიცოდი რომ შეჯვარებული იყო და ვერ დაურეკე ასე რომ მე დაურეკე მე უკვე დაყრილი ყავდა ასე რომ ნუ ასეა რომ 50 ლარს სიხდი მე რა ის ხო საერთაშორისო ფედერაცია ის ვიღაცა ის თვითონ მენეჯერი ხო არ განსაზღვროს ის ეგრეას სოფლიოში რომ ეგრე ჯარიმდება რა მიდის ეს ყველაფერი თემა სოფლიო საერთაშორისოა რა რო ის ხოდა 50 ლარი მაგის გამო გადავიხადე 45 ერთი ცალი ჯდება 5 ლარი იქ ერთი ცალი გიჯდება 5 ლარი უნდა არ გეგონოთ კიდე რომ ყველა გააკეთებს საბუთს აი ბევრმა იცის რომ აი ესეთი რაღაცა კიდე ну ხო ჯერ ის აზრი დავამტო რომ 5 ლარი და პლუს 10 ლარი გადავიხადე წელიწადში ერთხელ ვიხდი 10 ლარს რა ძაღლი რომ იმ ფედერაციაში ყავს ხო და აი ბევრმა იცის კიდე რა აი ლეკოს ყიდულობს ადამიანი და ეუბნება რომ აი ეს საბუთებით არის ეს ყიდველი არ ერკვევა ეს ყიდველი თვითონ მიწერნა რა ეუბნება საბუთებით არის და არა ძმა უბრალოდ არ მაქვს ახლა გამოტანილი თორე ისე კი პრობლემა არ აქვს საბუთები რა აში იმცნოთ მუსიკა ხო და აი ეგ რა თემა იცი და აი ბად ეგრე იცი ხოლმე არ მაქვს გამოტანილი ისე აქვს აუ ლეკვებზე არ გამომიტანია აი გასრული ნაგავი სისულელი ამოიღეთ თავიდან ადამიანს თუ აქვს ისე ხო ის გამოიტანს იმ საბუთებს და იმ იმას ლეკვის საბუთს გამოტანს 5 ლარი უნდა მე უბრალოდ ეხა რაღაცა შეცდომის გამო დამიჯდა 95-ას ჩავთვალე ის წლიური შეწყვალა იხდი იგა სრული აბსურდი რომ აი აქვს ლეკვებს საბუთები პროსტა არ გამომიტანია და აი ხო ჩემ ძაღლს ქონდა პროსტა იმ დედას არ ქონდა მამას აქვს მაგრამ დედას არ აქვს შენ მამას აქვს მე ლეკვის სამინდო მამას ეხა ლეკვს არ გამოუტანო ხო თქვა ლეკვს არ გამოუტანო და ისე მივჭი აი მამას და დედას აქვს მაგრამ ლეკვს არ აქვს რა ჩემ ფეხი მოვიდა შენი მამა და ეგ შენ ყავს ხო მე ჩემ ლეკვზე მინდა რომ ესა ჯიშ დამტკიცებელი აი სულ აღრო წერია სიმბირული ჰასკი მოსჭა აი გა ყველაფერი აღრო წერია თელ წინაპრები რომ ყველა სიმბირული ჰასკი მოსჭა მან დაადამთავრებული ყველა ეგა უყურე ამას იტყვილად კი არ ჩაწერს ის ფედერაცია ის თუ სიმბირული ჰასკი არა ტყვილად არ ჩაწერს მაგას ხო და აი ხო უბრალოდ გამოვიდა გავალ და დამჭა რომ ჩემი აგიხსნა რა არის პასპორტი კარგი და და ეს არის პასპორტი სხვა ჩვენს იმაში რომ იქნება ამას ბევრი უკეთებს კურდღელს და იტყუება რომ ჩამოყვანილი ზიყის აქა ნუ ეს ახლა საერთაშორისო პასპორტია და 20 ლარი 15 ლარი ქართული აქაური ჩვეული პასპორტები ისიც საერთაშორისო ინტერესში ახლა ისიც საერთაშორისო ქართული არ მაქვს რა ქართული ღირს 5 თუ 10 ლარი აქაური აი ხა ეს პასპორტი ჩვენ გადაყვანის დროსაც პრობლემა არა და ბევრს ახლა კურდღელი მე ეგრე გავიგე ხა სიმართლე არის ეგრე მithos რომ ბევრს კურდღელი ჩამოყავს ხო პასპორტი და რაღაცაო აი ამას უკეთებსო რა ჩორობად ახლა უყურეთ აი ეს პასპორტი რომელიც ხის საერთაშორისო თუ გინდა ქართული გავუგეთო 5 ლარი 10 ლარი საერთაშორისო მე ხა ვიცი საერთაშორისო რომელიც ხის 20 ლარი ჩორობად და პასპორტი რა არის არანაირი ჯიშის დამამტკიცებელი და იმის დამამტკიცებელი პასპორტი არ არის პასპორტი არის უბრალოდ როგორ ვთქვათ ვეტერინართან რომ მიდიხარ პასპორტს იღებ რო აი გიწევს უყურე ხა ზოგი ცარიელი მოქვს აი ეს ვისია ლედი ეს ჰასკი რო წერია
გეკითხებათ თუ ვეტერინარი რა ჯიშია, როგორ ჩავწერო, მე მყავდა მაგალითად ჰასკის და რაღაცის ნაჯვარი არ ვიცი, ადრე მყავდა ჰაჩი ერქვა და ჰასკი ჩავაწერინე რა. და ჰასკი ადრეწაღი არ ვერყოვდით და მიხავდა და ჰასკი მყავს თუ რა. და ჰასკი ჩავაწერე პასპორტი იმას კი არ მივიღო, რომ ჰასკია მაინც ის ნიშნავს აი ეს საერთაშორისო ის რა. აი ეს რა არის უყურე? აი ეს რა არის რა უსულოდ წაიკითხეთ. აი უყურე გააკეთა წერილი ისა. 18/5/2020-ში მიწევს ეს ზუსტად არ ვიცი რა არის. ბიოკანერი რა რუსული არ ვიცი ესიო. ვაქცინა. აი ინგლისურად წერია. ვაქცინა ისა, აი აქ სხვადასხვა ყველაფრის ის აქვს რა. აი ყურე ისა წყილებზე და იბებზე დამუშავება, აი არ მაქვს დამუშავებული გამოტოვებული მაქვს. აი ესე გიწერს რა მე უკვე აი ხა თქვა ამას რო გავაკეთე, მე აქ რიცხვს დამიწერდა ამ დროს რომ მოიყვანო. აი ეს იმობს რა უყურეთ ეს ჭიაზე დამუშავება. აი რა. ახლა უყურეთ ისა ეს რაღაცის ესეც აქცა. ეს რაღაც აი აზრი ნახე სხვა ვაქცინა ვარ ის რაღაცის ანუ არ ვიცი ახლა ზუსტად ეს ვეტერინარმა იცის. მიგე 18/5/2020 მიწევს. აი ყოველ 11 თვეში ერთხელ და საერთოდ ძაღლს აცრა რა. მაგალითად ვისაუბრებ აცრებზე წინა ვიდეოში თქვი. რომ აცრებზეც ვისაუბრებ თქო და პასპორტი არის ეს არაფერი არა ნებისმიერს აი ეს პოსტაიცია თომოქს ზოგიერთი მეტამორფოზი აღებული რომ აი ყიდულს თუ უნდა პასპორტი ხო თქვა რომ აი ვატანო ცოტა თქვა დავამატებინო 20 ლარი მივეცი ამას დავამატებინო 20 ლარს წაიღე ნუ ორი მოქვს ზედმეტად რა ეს პასპორტი არაფერი არა ასე რომ იცოდეთ რა ესა არაფერი და იმას ანიშნავს ჯიშიანი არა პასპორტი აქვს არაფერი არა ასე რომ არ გიგონთ რომ რაღაცა პასპორტი აქვს და არ მოგატყუოთ არავინ ასე რომ აი პასპორტი არის აი პასპორტი არა ძაღლის საბუთი რაც უნდა მოგცეთ მომშინებელი არის დაბადების მოწმობა ესა ვორდქენო ესა ვეკაუსი ნუ შეიძლება ფესიჯის ცოტა სხვანაირია მაგრამ ერთი პონტია რა ეს დაბადების მოწმობა აი ესაა დაბადების მოწმობა და არა აი ესა რომ გეუბნებიან პასპორტი აქვს და აი ეს არა ეს არა ესა ასე ვთქვათ ჯამრთელობის ცნობა ესე რომ ვთქვათ რა ჩვენს ენაზე ანუ აცრების ენი რამე დაავადება თუ აქვს ისა ეს ყველაფერი იწერება აქ აღნიშნავს რომ აი რომ მიდის ხო აი თუნდაც საავადმყოფოში იმას რო გაძლევენ რა თუ იცი აი რომ შედიხარ და შენ სახელმწიფოს ეუნები და გაძლევენ რაღაცა იმას პატარა ჟურნალივით და იქიდან მიგაქვს გადახედავს რა ხარ ვინ ხარ აი ეგეთ პონტია ისა რა ასე რომ არ გეგონოთ ვინმეს რომ პასპორტი და არ მოგატყონ რომ აი პასპორტი ამეგრე არ მოგატყონ რომ აი იცით მე ისა რა ქვია აი კი აქვს საბუთები მაგრამ არ გამომიტანია ეგეც სულელია რას ქვია არ გამოგიტანია და ეგეც არ უნდა ენდოთ გაიგეთ ну ეხა მე ვამბობ ვისაც კაროჩი გართულება კი არ ვისაც გინდათ რომ საბუთი ანყავდეს ზოგს ფეხებზე კიდია ეს წინაპართან უსხადეს სუფთაა თუ არა ზოგს ფეხებზე კიდია ზოგისთვის ზოგს არაინ ფეხებზე კიდია რა ზოგს არ აინტერესებს ეხა ნუ უსაბუთო უფრო იაფიღეს ეხა უსაბუთო ასკს გაშორნებთ 150 ლარში არა ვიცი მე და არ გია უსაბუთო სუფთაა თუ არა ეგრეა რა სიმა ასე რომ რა ვიცი არ მოტყუდეთ კაროჩი აი უნდა ქონდეს დაბადების მოწმობა დაბადების მოწმობას ეხა შემდეგ წაიღებთ უკვე ფედერაციის და მოგცემენ წინაპართან ნუსხას მე გინდ გამოფენაზე გაიყვანი გინდ სოფლიო ჩემპიონი გახდი გინდ საქართველოს ჩემპიონი გამოფენაზე კარგით აბა იმედია კარგად აგიხსენ ნუ ეხა ბევრს ვიცი რომ არ დაგაინტერესდებათ ეს ყველაფერი მაგრამ ვიღაცას დააინტერესდება კი არა ბევრს დაეხმარება ასე რომ რა ვიცი აბა უბრალოდ ზოგს მე მომავალში დააინტერესდება და რომ დაძებნ ის YouTube-ზე ჩემ ვიდეოს ამოაგდებს და რა ვიცი აი ეგრე ეს არის ჩვენი ყველაფერი ასაა ჩვენი სიმდიდრე ხა გუშინ წაიყვანა ერთმალეკვია დღეს უნდა მოვიდეს პარის გავატანო რა ხა არც ვიცი არ ვატანე ხო უბრალოდ ეს ასე ვთქვათ ნაცნობი იყო რა ეს რაღაცა და მაგიტომ წაიყვან თორე მეც არ გავატანდი არ გავატანე თვითონ მითხარ რომ ბავშვთან წავიყვანო და ხვალ ავიღე მაგ იმას ვიციო რომ გავხსო რა
ხვალ გამოგართებოდა მაგიტომ, თორე ის არავის არ გავატანდი. რა იცი, ხდება, ეხლა მაგალითად მითხეს, რომ უყურე, ბევრის სამი არ უნდა გადააბა ერთმანეთს მაკეობა. ეხლა შემდეგი უნდა გამოვატოვებინო ჰასკებს, იმიტომ რომ მის უკვე ისა რა არ შეიძლება, მე აღარ მომცემ დაბადების მოწმობებს რა, მოხდებით და შემდეგი უჭირველი გამოვატოვებინო. თორე დავრჩებით უდაბადების მოწმობად. ასე რომ ეგრე და ეგრე ყველაფერს თავის წესი და რიგი აქვს. დაღლს და ეხაც არ მინდოდა მე შეჯვარეოს და არ ვიცოდი რა. კარგი თავად აგემშვიდობებით, იმედია კარგად აგიხსენით რა არის. იმედია მივხვდით. და რა ვიცი, აბა ლეპტოპზე თუ იმის გენდებათ დამიკავშირით Facebook გვერდზე, რომელიც აღწერაში იქნება. დავაი აბა. მანთან იყო კიკალას ფერმა.